ქალბატონო დარი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის დღეს თქვენთან ერთად მოსვლა აქ რომა. ვიცი რომ ეს არის ამავე დროს ძალიან დიდი მწუხარების დრო თქვენთვის, თქვენ ოჯახისთვის, მთელი პანკისისთვის და მთელი საქართველოსთვის. იმიტომ რომ საქართველოსთვის როგორც პატარა, მაგრამ დიდი ქვეყანა, თითოეული დიდი პიროვნების დაკარგვა არის ძალიან დიდი დანაკლისი. დიდი დანაკლისი თავისი კულტურისთვის, თავის მომავლისთვის. იმიტომ ეს ადამიანები ქმნიან სინამდვილეში ამ ქვეყნის მომავალს. და ყველამ ვიცით რომ ბატონი ხასო იყო ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნება, არა მხოლოდ როგორც მწერალი უკვე გადაეცა ერთი ჯილდო და მე მინდა და ეს არის სახელმწიფო ჯილდო, რომელსაც დღეს გადავცემთ და მე მინდა რომ ეს იყოს სახელმწიფოს მადლიერების გამოთქმა დიდი ადამიანისთვის, დიდი პიროვნებისთვის, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ კავკასიების კულტურა იყოს შენარჩუნებული, რომ საქართველომ გააგრძელოს ამ საუნჯის შენახვა, ერთი გაცნობა ბოლომდე და შენახვა. იმიტომ რომ ეს არის ნამდვილი სიმდიდრე საქართველოს, ეს არის ეს მრავალფეროვნება, ეს ტოლერანტობა, რომელიც ოდიდან მოდის და რომელიც ზოგჯერ დღეს გვიჭირს. აღარ ვიცით რას ნიშნავს სინამდვილეში და ზოგჯერ ვიფანტებით, მაგრამ ჩვენი ჭეშმარიტი კულტურა, ჩვენი ჭეშმარიტი ქართველობა სწორედ იმაში არის, რომ ქისტი იქნება თუ სხვა წარმოშობის სხვადასხვა ეთნოსები, რომლებიც ქმნიდნენ საქართველოს და ქმნიან დღესაც, ეს უნდა ჩვენ ბოლომდე შევიგოთ, გავიგოთ და არ დავივიწყოთ. და როგორც ბატონ ხასოს არ დავივიწყებთ, ისე არ დავივიწყებთ ჩვენ კულტურას და ისე ძლიერი იქნება საქართველო, როგორც ძლიერი იქნება პანკისის ხეობა და ყველა ის ხეობა, რომელიც არის იმდენად საინტერესო თავის განსაკუთრებული და ცალკეული ადათ-წესებით და მე ვიცი არ წამიკითხავს, მაგრამ ვიცი რომ ბატონი ხასო ასევე მუშაობდა ამ ძველ ადათ-წესებზე, ამ ძველ სამართლის ძეგლებზე და ესეც გვავიწყდება, რომ ჩვენ იმ ქვეყანაში, სადაც დღეს ზოგჯერ გვიწყირს სამართალის პოვნა და სასამართლოს დამოუკიდებლობა, ჩვენ დიდი ხნიდან ჰქონდა ის ადგილობრივი სასამართლოები და ქართული მთა ზოგადად ძალიან დიდარი იყო სწორედ ამ ძველი სასამართლოებით. ბატონი ხასო როგორც ასევე უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე წარმოადგენდა სწორედ ამ ძველ ინსტიტუტებს, რომელიც იყო საყრდენი ამ ქვეყნის ბევრად ადრე, სანამ ჩვენ გადავიდოდით დღევანდელ ინსტიტუტებზე, რომელიც ესეც ზოგჯერ გვიჭირს მათი გაძლიერება. ამიტომ ზოგჯერ საჭირო არის, რომ დაუბრუნდეთ ჩვენ ძირებს და იმ ძირზე ავაშენოთ ის ხვალინდელი მომავალი, რომელიც ესოდენ გვჭირდება. ასე რომ მე მინდა რომ ეს იყოს ნიშანი ჩემი აქ ჩამოსვლა, ჩემი ამ ჯილდოთი ჩამოსვლა, ქალბატონო დარიკო მინდა ეს რომ იყოს გადმოცემული თქვენ ოჯახისთვის, მაგრამ იცოდეთ რომ ეს არ არის ოჯახისთვის გადმოცემული ჯილდო, ეს არის ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის გადმოცემული ჯილდო. ამიტომ უყვარს განსაკუთრებულად მამას სულ ამბობდა რომ სამშობლოს მონატრებული ადამიანების ხვედრიო მე ძალიან კარგად ვიცი და ემიგრაციის შვილი რომ სხვანაირი ვერ იქნება ეს